ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ ტრიქაპტასს შეიძენს. მიხეილ სარჯველაძის თქმით, სახელმწიფოსა და მშობლების საერთო ძალისხმევით პრეპარატის მწარმოებელ კომპანია Vertex-თან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ტრიქაპტა ცისტური ფიბროზის შესაბამისი გენეტიკური მუტაციის მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. თერაპია დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე მოქმედებს და აუმჯობესებს ფილტვების ფუნქციას. ამცირებს გამწვავებებსა და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პაციენტები მედიკამენტების მიღებას სექტემბრიდან შეძლებენ. მშობლებთან სახელმწიფოს წარმატებული თანამშრომლობის შედეგად ცისტური ფიბროზის მკურნალობისთვის განკუთვნილი დღეისათვის ყველაზე ეფექტიანი მედიკამენტის სახელმწიფოს მიერ შეძენის შესახებ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ეს მედიკამენტი ავტორიზებულია ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის, ეგრეთ წოდებული FDA-ს და ევროპის მედიკამენტების სააგენტოს, ეგრეთ წოდებული EMA-ს მიერ 2 წლის უფროსი ასაკის შესაბამისი მგრძნობიარე მუტაციის მქონე პაციენტებისთვის. ინოვაციური თერაპია პირდაპირ მოქმედებს დაავადების გამომწვევ გენეტიკურ დეფექტზე და პაციენტებში მნიშვნელოვნად ზრდის ფილტვების ფუნქციის მაჩვენებლებს.